მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. ნაცები უკვე მოთხმაზე არიან გადასულები. გუშინ წინ გუბაზა დაინგატიროდნენ TV პირველის ეთერში და გუშინ შემხვდა ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო, სადაც მოთქვამს. და ამ ვიდეოდან მინდა ძალიან პატარა ერთი მომენტი ვნახოთ ერთად და მერე გავაგრძელებ საუბარს. ტელევიზიას აღნიშნებენ, აი სოციალების ამომრჩეველი რაღაცით რო ამაყობ რა. გირგულიანს როგორ ახსენებთ საერთოდ აი როგორ არ ვიცი მე ან კომერციული პროექტია თქვენთვის გირგულიანი თუ რა არის ვერ გავიგე. ემოციურად არ გიხებოდათ მართლა იმ ბიჭის სიკვდილი წამება და მისი დედის წამება რომელიც გადაყვა მურუსიძის სასამართლოს. და ეხლა აი ამ ჩვენი სინდისის პატიმრების სამი მშობელი გადაყვა მურუსიძის სასამართლოს. და ხო მურუსიძის სასამართლოს დროს აიკრძალა ტელევიზიების შესვლა გირგულიანის დროს ზუსტად, იმიტომ რომ საშინელება ჩაიდინეს. და არავის აღარ უნდა და რომ ეს ყველაფერი ენახა და იგივე ხდება ახლა. ზუსტად ესე აკრძალეს. ეზოშიც კი არ უშვებენ ტელევიზიას. მოკლედ, ნანკა კალატოზიშვილი უნამუსო განცხადებას აუცილებს და რაღაც გირგულიანს ადარებს ამ ხულიგან ბავშვებს, რომლებიც გადატრიალების მცდელობისთვის დაიჭირეს. რუსთაველზე ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, დაწვეს პოლიციელები, დაჭრეს პოლიციელები, რავი, ხელჯოხები ურტყეს, ქვები ესროლეს და აი ამ ქმედებებისთვის დაიჭირეს ეს ადამიანები და აი ამ ხულიგნებს ადარებს ნანკა კალატოზიშვილი გირგულიანს. ნანკას შევახსენებდი, რომ გირგულიანი აწამა და მოკლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გირგულიანის დედაც ნაცებმა შეიწირეს და ამ ნაცების გვერდით დგას დღეს ნანკა კალატოზიშვილი და აი ამ ნაცების მობრუნებას ჩალიჩობს ხელისუფლებაში. გირგულიანი შევახსენებდი ნანკა კალატოზიშვილს, რომ რუსთაველზე არ დაუჭერიათ პოლიციელის გალახვისთვის ან დაზიანებისთვის. გირგულიანი შარდენიდან მოიპარეს მერაბიშვილის ცოლის დაქალებმა თუ ძმაკაცებმა თუ პარტნიორებმა გასაიკიდეს საკითხავია. ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებმა გირგულიანი და გირგულიანის მეგობარი მოიპარეს, აიყვანეს ოქროყანაში, იქ აწამეს და წამების შედეგად მოკვდა ეს ახალგაზრდა კაცი და დილით გაყინული იპოვეს მკვდარი ოქროყანის სასაფლავებთან, რომელსაც სხეულზე ჰქონდა 48 თუ 49 ჭრილობა. და ამის შედარება უნდა ნანკა კალატოზიშვილს დღევანდელ ვიღაცა პატიმრებთან. ნაციონალური მოძრაობა როცა ხელისუფლებაში იყო, მაშინ ხელისუფლებიდან ხოცავდა ადამიანებს და ხელისუფლებიდან უხეთქავდა გულებს და დღეს ოპოზიციაშია და ოპოზიციიდან აგრძელებს იგივეს. ოპოზიციიდან ღუპავს ადამიანებს, ოპოზიციიდან უშვებს საპატიმროებში ადამიანებს და ოპოზიციიდან უხეთქავს გულებს იმ პატიმრების დედებს. ხელისუფლებაში რო იყო, მაშინ ხელისუფლებიდან იჭერდა ადამიანებს, ხოცავდა და აწამებდა და უხეთქავდა გულებს პატიმრების მშობლებს, დღეს არიან ოპოზიციაში და ოპოზიციიდან აგრძელებენ იგივეს. ოპოზიციიდან იჭერენ ადამიანებს, ოპოზიციიდან უხეთქავენ გულებს პატიმრის მშობლებს და ოპოზიციიდან არიან გადასული ძალადობაზე. და აი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის უმრავლესობა და იმიტომ არის, რომ მშვიდად ვართ და კარგად რო ვხედავთ და კარგად რო გვესმის ყველაფერი, იმიტომ არის, რომ აი რაც გროვდებით მანდ რუსთაველზე მაგაზე მეტი ვერც ვერასდროს ვერ შეგროვდებით. ნანკამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს რომ ის ძალა ყოფილიყო ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, რომელიც ძალის მობრუნებასაც ჩალიჩობს ნანკა კალატოზიშვილი და ის
8 თუ 48 ვითომ სინდისის პატიმარი, რომელიც დღეს ციხეებში აღმოჩნდნენ. აი ეგ ნაცები რო დღეს ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. დღეს ვინც საპატიმროებში არიან, აი ეს ხულიგანი ახალგაზრდა ადამიანები. ბევრი მათგანი ვერ მივიდოდა საპატიმრომდე, ზოგს ქუჩაში დახრიტავდნენ, ზოგი ვინც ციხეში წავიდოდა, ან ინვალიდი დარჩებოდა, ან გაგიჟდებოდა, ან მკვდარს გამოიტანდნენ იქიდან. და სწორედ ამის გამო უნდა უთხრან დღეს მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა. ყოველ დილით რო გაიღვიძებენ აი ეს ადამიანები კამერაში და ნაცემები რო არ არიან და ლაპარაკს რო არავინ უკრძალავს და ტელევიზორის ყურებას და რადიოს მოსმენას და ჩამოჯდომას და თავისუფლად რომ არიან და რო არ აწამებენ და 24 საათი ვიღაცის ტკივილი და წივილი რო არ ესმით, კი ნამდვილად მადლობა უნდა უთხრან ღმერთს. ნაცები რო ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ამ ადამიანებს ესე ხალისით ვერ ნახავთ სასამართლოზე. უნამუსობაა, რა თქმა უნდა, უნამუსობაა კალატოზიშვილის მხრიდან, აი ამ გირგულიანის თემის რაღაც ამ კონტექსტში წამოწევა, რომ თითქოს აი იგივე ხდება დღეს. რა სისულელია, ნანკ? არ გცხვენია? როგორ ხდება დღეს იგივე? ნაცებმა გირგულიანის გარდა 200-ზე მეტი ადამიანი ქუჩა-ქუჩა დახვრიტეს. იმ ნაცებმა, რომელსაც ეხლა შენ მხარს უჭერ. და იძახი რომ თურმე ის დრო და ეს დრო ერთი და იგივე არისო და იგივე ხდება. რანაირად ხდება იგივე? აბა ერთი ვინ მოკლეს მითხარი, ერთი ქუჩაში რომ დახვრიტეს ახალგაზრდა კაცი. ან რომელი მკვლელები შეიწყალეს, ან რავი, ან გომელაურის ცოლის გამო ვინმე აწამეს და მოკლეს, ან ღარიბაშვილის ცოლის გამო, ან ვინმეს გამო. ძალიან ცდილობენ, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველ რიგში ვინც ძალადობს და ვინც ადამიანებს გულებს უხეთქავს და ვინც ადამიანებს უნგრევს ცხოვრებას, ეს გახლავთ კოლექტიური ნაცები. და სწორედ ამ ადამიანებმა გაუშვეს ეს ვითომ სინდისის პატიმრები საპატიმროებში. ფერვერკები რო დააკავეს ხელში იმ აქციებზე და ქვები რო დააჭერინეს ხელში და მოლოტოვის კოქტეილები, აი მაშინ გაუშვეს ეს ადამიანები საპატიმროებში ნაცებმა და რო ეუბნებოდნენ, რომ არაო ეს აქციის ატრიბუტებია და მოსული ამბავიაო, ესროლეთ რაც ხელში მოგხვდებათ, ცეცხლიც მოუკიდეთ, ქვაც ესროლეთ, ჯოხიც ჩაარტყით და რავი დანაც დაარტყითო. რო ეუბნებოდნენ აი ამ ხულიგან ბავშვებს, კი აი მაშინ გაწიდეს ეს ახალგაზრდები და ამათ მშობლებსაც აი მაშინ მოუღეს ბოლო. და კი ნამდვილად ნაცების ბრალია, რომ დღეს თუ ვინმე პატიმრის მშობელს გული გაუსკდა და ცოცხალი აღარ არის, კი 99.9% არის ნაციონალური მოძრაობის ბრალი. ეს არის და ეს და რაღაც გირგულიანიზე რაღაცებს რო ბოდავს კალატოზიშვილი, აქვე ვიტყოდი, რომ კი ნამდვილად გვახსოვს გირგულიანი, ნამდვილად არ გვავიწყდება, არც დაგვავიწყდება და სწორედ გირგულიანი რო გვახსოვს და გირგულიანის გარდა კიდევ ის 200 ახალგაზრდა ქუჩა-ქუჩა დახრეტილი, სწორედ იმიტომ არ დაუშვებთ არასოდეს, რომ კოლექტიური ნაცები მოbrunდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და სწორედ გირგულიანს არ ვაპატიებთ არასოდეს და არც გირგულიანის დედას არასდროს არ ვაპატიებთ ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მიხეილ სააკაშვილს სხვა კიდე ბევრ დანაშაულთან ერთად. ეს არის და ეს. უბრალოდ არასწორ მხარეს გახარ ნანკა და იმიტომ ლაპარაკობ არასწორ რაღაცებს. ეს მინდოდა რომ მეთქვა ნანკა კალატოზიშვილის მოთქმასთან დაკავშირებით.